გამარჯობა ძვირფასოს მენელებო, ეთერში არის პრაქტიკული ფილოსოფია და მე მისი წამყვანი ნინო. და დღეს მინდა გაგაცნოთ ტაროს კარტის სტრუქტურა. მინდა გითხრათ, რომ ტაროს კარტის შესახებ ინფორმაციას, ანუ ვიდეოებს მევწერ თქვენი თხოვნის მიხედვით და ამაზე უკვე ჩაწერილი მაქვს ერთი ვიდეო, რამდენიმე დღის წინ გამოუშვი სულ. ამ ვიდეოს ქვია, საიდან მოაქვს ინფორმაცია ტაროს კარტს, ანუ ჰერმეტიზმის 7 პრინციპი. და მინდა გთხოვოთ, რომ მანამდე სანამ ნახავთ ამ ვიდეოს, ნახოთ ის ვიდეოც, იმიტომ რომ ყველა ვიდეოს მევწერ რაღაცა თანმიმდევრობით და ყოველი მომდევნო ვიდეო გულისხმობს იმას, რომ თქვენ წინა ვიდეო უკვე ნანახი გაქვთ. ანუ თუ ამ საქმეს სერიოზულად გინდათ მოეკიდოთ, აუცილებლად ნახეთ ასევე წინა ვიდეო, ანუ საიდან მოაქვს ინფორმაცია ტაროს კარტს, ჰერმეტიზმის 7 პრინციპი. ეხლა კი გადავიდეთ თვითონ ტაროს კარტის სტრუქტურაზე. თავიდან როდესაც მე ვისწავლე ეს ტაროს კარტი ვისწავლე რაღაც წიგნის მიხედვით, არც მახსოვს ავტორის სიმართლე გითხრათ, აი სუპირველი რაც წავიკითხე, იქ არ იყო მოცემული არანაირი სტრუქტურა ტაროს კარტის შესახებ და არანაირი კანონზომიერება თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია, მოვლენები და ასე შემდეგ. სინამდვილეში ტაროს კარტში აი ეს კარტები, რომლებიც არის დანომრილი, ფაქტიურად შეიძლება წაიკითხო როგორც რაღაც თანმიმდევრული წიგნი. ანუ იქ არის მოვლენების თანმიმდევრული განვითარება. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ეს ტაროს კარტი განსაკუთრებით უფროსი არკანები, მოგვიანებით ვიტყვი იყოფა ტაროს კარტი უფროს არკანებად, უმცროს არკანებად და სამეფო კარის კარტებად. ხო და განსაკუთრებით ეს უფროსი არკანები გვაძლევს მთლიანი ადამიანის ცხოვრების გზას, ეგრევე ვთქვათ, ადამიანი რო იბადება, რა ანუ საიდან მოდის თვითონ მისი ენერგიები, ანუ რისგან შედგება ადამიანის სიმართლე მართლაც ეგრე არის, რისგან შედგება, როგორი ენერგეტიკისგან შედგება ადამიანი. მე ეგ ნაჩვენებია მისი ცხოვრების გზა, მშობლები, განათლება, ანუ ყველაფერი, შეუღლებულობა და ასე შემდეგ, კორპორატიულ სამყაროში გადასვლა და ასე შემდეგ, ანუ ყველა ის გზა, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის, მათ შორის სირთულეები და ის ტრანსფორმაციები, რომელსაც ჩვენში იწვევს ეს სირთულეები. ამიტომ თუ თქვენ გეცოდინებათ ტაროს კარტის სტრუქტურა, ანუ გექნება ძალიან დიდი ბონუსი, იმიტომ რომ გეცოდინებათ კანონზომიერება და როცა გეცოდინებათ კანონზომიერება, არასოდეს არაფერი არ დაგავიწყდებათ. გესმით? თუმცა მე დღეს შევძლებ აი სტრუქტურის მხოლოდ ძირითადი მონახაზის წაკითხვას, იმიტომ რომ საბოლოოდ თქვენ გაეცნობით სტრუქტურას, როცა გაეცნობით თითოეულ კარტს ცალ-ცალკე. ამიტომ დღეს გავაკეთებ მხოლოდ მონახაზს. ხოლო მანამ სანამ გავაკეთებდე მონახაზს, მოკლედ გეტყვით ისტორიას, თუ საიდან მოდის ტაროს კარტი. პირველ წყარო თუ რომელ ქვეყანაში დაიბადა თვითონ ტაროს კარტი, დღემდე უცნობია. მაგრამ არის რაღაც გარკვეული იდეები, რომ ეს მოხდა ეგვიპტეში, უძველეს ეგვიპტეში. მეორე თეორია არის, რომ შეიძლება ეს მოხდა სპარსეთში, აღმოსავლეთში და შემდგომ ომების დროს და ბრძოლის შედეგად, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობდა, შესაბამისად შექონდა ეს ტაროს კარტი, ეგრევე ვთქვათ რა. და ტაროს კარტები ასევე არ იყვნენ მხოლოდ განკუთვნილი სამკითხაოდ, არამედ იყვნენ განკუთვნილი ასევე სათამაშოდ. სინამდვილეში სათამაშო კარტებსა და ტაროს კარტებს შორის არის ძალიან დიდი მსგავსება. ანუ ტაროს კარტში არის 4 სტიქია, მაგალითად ეს არის მიწის სტიქია, ეს არის თასების სტიქია, ანუ გრძნობების სტიქია, ეს არის მოქმედებების სტიქია, ანუ კვერთხის სტიქია და ეს არის ფიქრების სტიქია, ანუ ადამიანის გონებრივი მოქმედების სტიქია, ანუ ფიქრების სტიქია, იგივე ხვლების სტიქია. და რეალურად სათამაშო კარტებშიც კი მიწის სტიქია, ანუ განსაზღვრული არის აგურით, იგივე თასების გრძნობების სტიქია განსაზღვრული არის გულით, გულად გადაკეთდა, კვერთხის სტიქია რეალურად არის ჯვარი, მოქმედებების სტიქია ჯვარი და ხვლების სტიქია გადაკეთდა ყვავად. გარდა ამისა, თითოეული სტიქიაში არის განვითარების 10 საფეხური. ეს არის სიტუაციის 10 განვითარება, ანუ სიტუაციის 10-ჯერადი განვითარება. პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი, ასე შემდეგ და ყოველი სიტუაცია ვითარდება 10-ჯერ. ეს სიტუაცია რეალურად არის თქვენი გზა სურვილის გაჩენიდან მის მატერიალიზაციამდე. გესმით?
და რეალურად სათამაშო კარტებშიც არის როგორც იცით, რომ ორიანით იწყება, ხო, პირველი არ არის რეალურად, ტუზი არის პირველი. ტუზიც ანუ ტუზი ტაროს კარტში ერთიანის იდენტურია. გესმით, ანუ ძალიან ბევრი მსგავსება არის. მე რეალურად მყავს ნანახი არაერთი ადამიანი ინტერნეტში, რომლებიც ფანტასტიკურად მკითხაობენ აი სათამაშო კარტებით. ფანტასტიკურად და როდესაც უსმენ მათ მესმის რა სტრუქტურით კითხაობენ. მაგრამ ტაროს კარტი არის კიდევ უფრო მდიდარი იმითი, რომ მას აქვს ასევე უფროსი არკანები. რეალურად აი პირველი ტაროს კარტი, რაც ითვლება, ეს არის მე-15 საუკუნის ტაროს კარტი, ვისკონტის ფორცეს ტაროს კარტი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ვენეციაში, ის ფაქტიურად დაწერილი არის, დახატული არის ხელით და მას ძალიან იშვიათად ხმარობდნენ, იმიტომ რომ ძალიან უფრთხილდებოდნენ, იყო უნიკალური ნახატი. შემდგომ არის ცნობილი კიდე იტალიაში იმავე პერიოდის ტარო მანტენია. ანუ მანტენიას ტარო, ანუ ეს იტალიაში იტალია ეგრეთ ვთქვათ ევროპაში იყო პირველი წყარო ამ ტაროს კარტების. მოგვიანებით გაჩნდა საფრანგეთში ტაროს კარტი, მარსელის ტარო, ის ეხლაც შესაძლებელია მისი შეძენა. საერთოდ აი ამ ტაროს კარტების პროტოტიპების შეძენა ეხაც არის შესაძლებელი. ოღონდ პრობლემა ის არის, რომ ისინი ზუსტად ერთ-ერთში არ ემთხვევიან. თუ არ ვშტები, მარსელის კარტები ემთხვევა ამ ტაროს კარტებს და ნამდვილად ვერ გაძლევს გარანტიას დავუშვათ, რომ მანტენიას და ვისკონტის ფორცის კარტები ერთ-ერთში ემთხვევა თანამედროვე აი რაიდერ უაითის სამკითხაო კარტებს, რომელიც დღეს ძალიან ფუნქციონალურია. და რომელსაც ეფუძნება აბსოლუტურად ყველა ტაროს კარტის სისტემა, აი უახლესადაც შექმნილიც კი. ხო, შემდგომ გამოიგონეს ევროპაში ასევე სტამპა, უკვე ეს კარტები ხელით კი არ იწერებოდა, არამედ იბეჭდებოდა, ჯერ შავთეთრად ბეჭდავდნენ, მერე ხელით აფერადებდნენ და მოხდა მისი გავრცელება, საერთოდ ხალხი ოდითგანვე დაინტერესებული იყო არამატერიალურთან კავშირით, თავისი ბედის ცოდნით ინტერესი ყველას აქვს, აბსოლუტურად ყველას აქვს ინტერესი იცოდეს, როდის გამძირდება, როდის შეხვდება გულის წორს და ასე შემდეგ. და ტაროს კარტი არის რეალურად ამის გაგების ერთ-ერთი საშუალება. ანუ დღეს ყველაზე ფუნქციონალური ტაროს კარტი, რომელიც მინდა გირჩიოთ ყველას, ვისაც კი უნდა ტაროს კარტის შესწავლა, არის რაიდერ უეიტის ტაროს კარტი. ეს ტაროს კარტი მე ხლა მაქვს მაგიდაზე, ეხლა წარმოგიდგენთ რეალურად აი ტაროს კარტს გაგაცნობთ, არც კი იფიქროთ რომელიმე სხვა კარტით დაწყება, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზის გავლა მოგიწევთ. ანუ ეს არის ის კარტი, რომლითაც უნდა დაიწყოთ და თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ მთელი ცხოვრება ამ კარტით წაიკითხოთ მომავალი, იმიტომ რომ ეს ტაროს კარტი მართლაც არსებობს, არის ყველაზე სრულყოფილი ვერსია, რაც კი არსებობს დღევანდელ ბაზარზე. ვინ იყო ეხა ეს არტურ ედვარდ ვეიტი? ანუ ვეიტის, ანუ რაიდერ უეიტის არის, ხომ ეს ტაროს კარტი და არტურ ედვარდ ვეიტი იყო ეზოთერიკოსი, ფილოსოფოსი, ოქროსფერი განთიადის ორდენის წევრი. ოქროსფერი განთიადის ორდენი იყო რეალურად შექმნილი ინგლისში, შეიქმნა 1888 წელს და ფუნქციონირებდა 1939 წლამდე. ის დააფუძნეს ადამიანებმა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ეზოთერიკით. ისინი იყვნენ ძალიან ერუდირებული ადამიანები, ხშირად მეცნიერები. და ისინი ძალიან დაინტერესებული იყვნენ აი ამ ეგრეთ წოდებული ჯადოქრობით, აი ამ არამატერიალურთან კონტაქტით და მაგიით, ასტრალური მოგზაურობებით, გაცნობიერებული სიზმრებით და ასე შემდეგ და ხვდებოდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ პრაქტიკებს და მათ შორის ერთ-ერთი სამუშაო, ეგრეთ ვთქვათ, ინსტრუმენტი, აი არამატერიალურთან შეხების სამუშაო ინსტრუმენტი იყო, რა თქმა უნდა, ტაროს კარტი. და ეს ჩვენი ბატონი ვეიტი ასევე იყო აი ამ ოქროსფერი განთიადის ორდენის წარმომადგენელი და მან შეიმუშავა ტაროს კარტი აი ისეთი სახით, ეს ცნობილი დასტა, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი როგორც ყველაზე სრულყოფილი ტაროს კარტის დასტა. იმის შემდეგ ტაროს კარტის სტრუქტურა ფაქტიურად არ შეცვლილა. ასევე რეალურად ეს ოქროსფერი განთიადის ორდენის წარმომადგენლები იყვნენ კაბალისტები. დიახ, ისინი ძალიან კარგად, ძალიან ღრმად სწავლობდნენ კაბალას და კაბალა კი თავის მხრივ ეფუძნება ჰერმეტიზმის 7 პრინციპს, რომელიც მე მოცემული მაქვს ჩემს წინა ვიდეოში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
და ესა და ეს, ანუ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რეალურად შეიქმნა ეს ტაროს კარტი. ეხლა ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ თვითონ კაბალის შესახებ. კაბალა ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ კაბალა არის რელიგია და თვლიან ეს ეკლესიის წარმომადგენლები, რომ კაბალა ეწინააღმდეგება ქრისტიანობის რელიგიას და ასე შემდეგ. კაბალა არ არის რელიგია რეალურად. კაბალა არის, მოდით ვთქვათ ესე, ფილოსოფია. კაბალა თვითონ იმსახურება იმ იდეას, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ ადამიანებმა ჩვენი სურვილების მატერიალიზაცია დედამიწაზე ადვილად. გესმით? ანუ ისინი თვლიან, რომ ჩვენ ყველას შეგვწევს ეს ძალა. რატომ? ანუ ჰერმეტიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც ეფუძნება კაბალა, სამყარო არის შექმნილი ღმერთის ფიქრებით. ხო, ღმერთის ფიქრებით, ღმერთის წარმოდგენით, წარმოსახვით, მისი ემოციებით, ანუ ღმერთმა იფიქრა და ბიბლიაშიც ეგრე არ არის, რომ პირველად იყო სიტყვა, თქვა ღმერთმა და გაიყო სინათლე სიბნელისგან. მერე თქვა ღმერთმა და შეიქმნა პლანეტები და ასე შემდეგ. და ზუსტად ესევე თვლიან კაბალისტები, რომ ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ ღმერთის ფიქრებით შექმნილ მატერიალისტურ სამყაროში. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ რამდენადაც ჩვენ შორის და ღმერთ შორის არის ძალიან დიდი მსგავსება. ქრისტიანულ რელიგიაშიც ეს არის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი მსგავსად და ხატად საკუთარი თავისა. ანუ ფაქტიურად ჩვენ აი ამ დედამიწაზე ვიზიარებთ იგივე კანონებს, რაც რეალურად ხდება არამატერიალურ სფეროში, ანუ სულიერ სამყაროში, ანუ ღმერთის სამყაროში, გესმით? და რახან ღმერთი თავისი ფიქრებით ქმნის თავის გარშემო აი ამ ჩვენს მატერიალურ საოცარ სამყაროს, ჩვენს ასევე ძალიან დიდი ძალა გვაქვს და ძალიან დიდი და ჩვენი ერთადერთი ძალა არის ჩვენი ფიქრებით და ჩვენი ემოციებით შევქმნათ ჩვენს გარშემო ჩვენი მატერიალური სამყარო, ჩვენი მომავალი, გესმით? ყველა ადამიანი აქ ძალიან მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომავლის შექმნა. იმას არ შეუძლია სხვისი მომავლის შექმნა. ანუ რეალურად ის ფაქტი, რომ არსებობს რაღაც ჯადო და თქვენ არაფერი არ იცით და ვიღაცამ ამ დროს გწყევლით და თქვენ რაღაცა საშინელებები გემართებათ, თმები გწვივა და ასე შემდეგ. ეს რეალური არ არის, იმიტომ რომ თუ თქვენ ხართ კარგი განწყობაზე და თუ თქვენ ცუც არაფერს ელოდებით თქვენ სამყაროში, რეალურად თქვენზე ვერანაირი ენერგია ვერ იმოქმედებს. ანუ ადამიანს შესწევს ძალა თავისი გონებით მართოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომავალი. მაგრამ ეხლა რა ხდება? ძალიან ხშირად ადამიანები გავლენას ახდენენ სხვის გონებაზე, ანუ ეს არის ძირითადად манипуляცია, რაც ფსიქოლოგიაში ისწავლება, ხო? და ართმევენ მას, ეგრე ვთქვათ, ბერკეტს, მის პიროვნებას, ბერკეტს, საფუძველს, თავდაჯერებას და ასე შემდეგ და არწმუნებენ, რომ ის კარგს არაფერს არ იმსახურებს და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში ერთი ადამიანი მართლაც ერევა სხვის მეორის ბედში, გესმით? ანუ თუ ის ართმევს მას რაღაცა ფსიქიურ ბაზას და რწმენას, რომ გამოუვა ის, რაც ჩაფიქრებული აქვს, შესაბამისად ის ართმევს მას მომავალს. ამიტომ ჯადო რეალურად მოქმედებს მაშინ, თუ თქვენ იცით, რომ ვიღაცა გიკეთებს თქვენ ჯადოს და თქვენთან მისი გეშინიათ. გესმით? ანუ თუ თქვენ გეშინიათ, რომ აი ვიღაცამ ხო არ დამთარსა და ასე შემდეგ, დამერწმუნდეთ, აი მაშინ კი გამოინახება ადამიანი, რომელიც დაგთარსავთ. გესმით? და თქვენ თუ ამას დაიჯერებთ, მაშინ თქვენ ცხოვრებაში რაღაცა აუცილებლად წავა არასასურველი მიმართულებით, მაგრამ თუ თქვენ აბსოლუტურად შეინარჩუნებთ კარგ განწყობას და იქნებით იმედიანად, მაშინ თქვენ ცხოვრებაში არაფერი ცუდი არ მოხდება. ანუ ძირითადად კაბალა ემსახურება, კაბალა არის ეგრე ვთქვათ ტექნიკა, რეალურად მაშინ მოცემული არის გარკვეული ტექნიკა და ფილოსოფია ჩვენი სურვილების მატერიალიზაციის შესახებ. ანუ კაბალის მიხედვით არის ორი სამყარო. ერთი არის მატერიალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, ისინი უწოდებენ ამ სამყაროს მალკუთს, ხოლო მეორე არის ღვთიური სულიერი სამყარო, სულიერი საფეხური, რომელსაც ეწოდება კეტერი. და ჩვენ შორის მუდმივად ხდება
ეგრე ვთქვათ, თანამშრომლობა, თანამოქმედება, არ ვიცი როგორ უწოდა. ან ნახეთ რა ხდება, ჩვენ ვუკვეთავთ რაღაცა სურვილს, არამატერიალურ სამყაროს და ღმერთი კიდე აკეთებს ისე, რომ აი რაღაცა შემთხვევების თანხვედრით და შემთხვევითობა რეალურად არ არსებობს კაბალისტების მიხედვით, ანუ რაღაც მოვლენების თანხვედრით და აი ჩვენი ძალისხმევით და ასე შემდეგ საჭირო ადამიანების შეხვედრით და ასე შემდეგ ჩვენი სურვილი მატერიალიზდება. თუ ჩვენ არა ვართ განწყობილები ოპტიმისტურად, თუ ჩვენ არ გვჯერა რომ ჩვენი სურვილი მატერიალიზდება, მაშინ ჩვენი სურვილი არ მატერიალიზდება. ანუ მატერიალიზდება არა ის, რაც ჩვენ გვინდა. გესმით? არამედ ის, რაც ისიც ჩვენ გვჯერა. აი მაგათაც მე მინდა ეხა მოვიგო $1,000,000, მაგრამ მე არ მჯერა რომ მოვიგებ $1,000,000. ანუ გესმით დავშოთ ლოტარიის, დავშოთ მინდა მოვიგო ლოტარია. სურვილი მაქვს, но возможности, ანუ ფსიქიკურად ეს არ მჯერა, ეს ხაზი არ მაქვს. შესაბამისად ვერ მოვიგებ. მაგრამ ეხა ნახეთ რა ხდება. მე მინდა ვიყო დაუშვათ აი არ ვიცი, მქონდეს იდეალური სხეული. და მჯერა რომ რაღაცა ვარჯიშებით ალბათ, ან ვარჯიშების გარეშე თუნდაც რაღაცა მხოლოდ პატარა დიეტაში პატარა ცვლილებებით და ასე შემდეგ, მე შევძლებ იდეალური სხეულის მიღებას. კი ბატონო, გზა ხსნილია. ამ თეორიის მიხედვით შესაძლებელია ნებისმიერი სურვილის მატერიალიზაცია, აბსოლუტურად ნებისმიერი სურვილის, რაც არ ეწინააღმდეგება ფიზიკურ კანონებს, ჯერჯერობით, ანუ კაბალისტები იძახიან, რომ თხილად იყავით, მაინც და მაინც ისეთი სურვილები არ შევკვეთოთ, რომლებიც ეწინააღმდეგება ფიზიკურ კანონებს, ანუ არ არის საჭირო თქვათ, რომ არიქა რაც მე მინდა, ის მოხდება, იმიტომ რომ ჩემი სიტყვა კანონია ღმერთისთვის და არ გადახტეთ მე-16 სართულიდან. ეს თქვენთვის გარწმუნებთ დამღუპველი იქნება. ანუ დანიელად ჯობია რომ დაიწყოთ რაღაცა პატარით და გაზარდოთ თქვენი სურვილი და შესაბამისად, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ პატარა სურვილებიც ახდება, შემდგომ შეიძლება შევკვეთოთ უფრო დიდი სურვილები და ასე შემდეგ. და შედეგად გადახვიდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც თქვენი რწმენა, ანუ თავიდან იყო რწმენა, ხო, როდესაც სურვილი შევკვეთე. თქვენი რწმენა რეალურად იქცევა თქვენს ცოდნად. ანუ თავიდან თუ მე უბრალოდ მჯეროდა რწმენა მქონდა, რომ ჩემი სურვილები შეიძლება ახდეს, შემდგომ, როდესაც ეს სურვილები ახდება რამოდენიმეჯერ, ბევრჯერ, მე დავრწმუნდები ამაში, ანუ გადავლახავ რწმენას, დავრწმუნდები და ჩემი რწმენა გადაიქცევა ცოდნად. და როდესაც არის ცოდნა, უკვე არსებობს აბსოლუტთან შეხების, აი ერთი ერთში წერტილი გესმით, ანუ ფაქტიურად თქვენ შეიძლება თქვენი თავი უწოდოთ მოსიარულე ღმერთს, თქვენ თავს იგრძნობთ აბსოლუტურად დაცულად და თავს იგრძნობთ ისე, რომ თითქოს ყველაფერი ამ სამყაროში შექმნილი არის აბსოლუტურად თქვენთვის. იმიტომ რომ ყველა მიმართულებით აბსოლუტურად თქვენს წინ იქნება გზა ხსნილი, რამე თუ თქვენ გეცოდინებათ უკვე, ან თქვენ გექნებათ ცოდნა, რომ ყველა მიმართულებით გზა არის ხსნილი. და აი კაბალისტების მიხედვით ეს ღმერთთან მიმოვალი გზა არის რეალურად აი რწმენიდან ცოდნამდე გზა. და თუ რეალურად მიღწეული იქნება ეს მდგომარეობა იდენტური იქნება აბსოლუტური ექსტაზისა. გესმით, იმიტომ რომ თქვენ ვერასოდეს ვერავინ ვერ დაგჩაგრავთ, ვერასოდეს ვერავინ ვერ გაწყენინებთ, ვერაფერს ვერ წაგართმევთ, იმიტომ რომ მიცით რომ ვინმემ რამე რომ დაგაკარგინოთ დაჟე და წაგართვათ, გეცოდინებათ რომ ეს დროებითია. გესმით და რომ ყველაფერი შეიცვლება და თქვენ უკვე გეძლევათ ცოდნა, რომ ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში იქნება აუცილებლად კარგად. გესმით, აი ეს არის რეალურად ღმერთამდე მიმავალი გზა. გზა რწმენიდან ცოდნამდე და რეალურად ეს არის ტაროს კარტის გზა, ანუ ტაროს კარტის მთავარი პერსონაჟის გზა. აი ეს მთავარი პერსონაჟი, რომელიც არის პირველი კარტი, ნულოვანი კარტი, იმიტომ არის ნულოვანი კარტი და არა ერთიანი და ორიანი და ასე შემდეგ, რომ ის გზის აბსოლუტურ დასაწყისში, ანუ ნულოვან წერტილში არის და ის წარმოადგენს ახალ დაბადებულ სულს, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული მიამიტობა. და იცით რა ხდება, ყველა სული იბადება გინ დაიჯერეთ, გინ არა, ღმერთისადმი უკიდეგანო რწმენით და ის ცხოვრების სიხარულით და აბსოლუტური ექსტაზით.
ამისთვის თვალყურის დევნება და ამისი დამტკიცება ძალიან ადვილია. უბრალოდ შეხედეთ პატარა ბავშვებს 2 წლამდე, 3 წლამდე და ასე შემდეგ. ბავშვები სულ მხიარულები არიან, სულ ბედნიერები არიან, ну რაღაცა თუ არ აწუხებთ, რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ მომენტში და არიან სულ ექსტაზში, თითქოს ახსოვთ, აი, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, არაფრის არ ეშინიათ და ასე შემდეგ. და ახსოვთ, რომ ყოველი დღე უნდა იყოს სიხარული და ყოველი წამი უნდა იყოს სიხარული და სასიხარულო და საინტერესო. რეალურად, აი, ყოველი მშობელი, აი, მე თვითონ არა ვარ მშობელი, მაგრამ მე გამიგია დავშვეთ ჩემი მეგობრებისგან, ჩემი მშობლებისგან და ერთ ბავშვს რო აჩენენ, იმდენად ეჯაჭვებიან აი ამ ენერგიას, აი ბავშვური სიხარულის ენერგიას, რომ შემდეგი კიდე უნდა შემდეგი ბავშვი და შემდეგი ბავშვი და შემდეგი ბავშვი. უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაც აი ნარკოტიკებით იზიდავთ ხოლმე ესეთი ენერგია. გესმით? და რეალურად რა ხდება? შემდგომ ადამიანი იზრდება და შემდგომ ის გაზდის სხვადასხვა სირთულეებს და ხვდება, რომ ეს სამყარო არც ისეთი, როგორ ვთქვათ, მეგობრული, როგორიც მას თავიდან ჯეროდა, რომ იყო. და ნელა კარგავს ოპტიმიზმს და ასე შემდეგ. და შემდგომ აი ისევ იმისი გამოცდით, რომ შენი სურვილები შეიძლება აღასრულო და შენ წარმატებებს მიაღწიო, ხდება ისევ თავჯაჯერების აღდგენა. გესმით? ისევ აი რწმენის აღდგენა, ანუ ფაქტიურად თავიდან ადამიანი იბადება აი ამ უპირობო რწმენით, რომელიც აი მასში ჩადებული არის გენეტიკურ დონეზე. თვითონ ადამიანი შეიძლება ამას ვერც აანალიზებს, მაგრამ ყველა ბავშვი ძალიან ოპტიმისტია, თუ თქვენ რეალურად დააკვირდებით, ეს აუცილებლად დაინახოთ, რომ ყველა ბავშვი არის თავიდან ძალიან ოპტიმისტური თავის ცხოვრების შესახებ. ყველას აქვს რაღაცა გრანდიოზული ფიქრები. ერთს უნდა გამოვიდეს პილოტი, მეორეს უნდა გამოვიდეს ფეხბურთელი და თან ერთი და უნიკალური. გესმით? და შემდგომ, როდესაც უკვე რაღაცა მოდის უკვე დრო, რომ ჩააბარონ მათ უნივერსიტეტში, უკვე მაშინი ფიქრობენ, ვაიმე, აქ ჩავაბარებ, მაგრამ სამუშაო მექნება, კონკურენცია დიდია. ანუ ეს შიშები რეალურად მასში უკვე ჩაენერგა აი ამ სამყარომ, აი ამ ჩვენმა სოციალურმა სტრუქტურამ და სხვათა შორის მისმა მშობლებმაც კი ძალიან ბევრი მშობლები შიშს უნერგავენ ხოლმე ბავშვებს მომავლის შესახებ. სამწუხაროდ ეს ესეა. ხო და ადამიანი კარგავს თავდაჯერებას, ადამიანი კარგავს საკუთარ თავს. და აი საკუთარი თავისადმი რწმენის აღდგენა, იმიტომ რომ რეალურად იცით რა არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს რეალურად თქვენ ღმერთს დაუჯერებთ თუ საკუთარ თავს დაუჯერებთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, გესმით? თუ თქვენ გაქვთ დადებითი მიზნები, მაშინ ღმერთი თქვენთან ეგრე ვთქვათ ერთიანია. გაიგეთ, აი on s vami zaadno და ხდება აი საკუთარი თავის აღდგენა, საკუთარი თავისადმი რწმენის აღდგენა, თუ მოდის ამ დროს უკვე ფილოსოფია, რომ თქვენს უკან არის ღმერთი და თქვენ რეალურად აი გამოცდით, რომ თქვენი ყველა სურვილი მატერიალურია და შეძლებთ აი საკუთარი განწყობის მართვას, განწყობის და ფიქრების მართვას, ისე რომ მოახდინოთ ამ სურვილების მატერიალიზაცია, მერე მოხდება თქვენი რეალურად გასხივოსნება, ანუ თქვენ მიაღწევთ იმ მდგომარეობას, რომელსაც ქვია აბსოლუტური ნირვანა და აბსოლუტური ექსტაზი. და ეს სულელი პირველი კარტი თავიდან ახასიათებს ნულოვანი კარტი, ხო? თავიდან ახასიათებს პატარა ბავშვს აი ამ გზის დასაწყისში, რომელიც ფეხქვეშ არ იყურება და გზის ბოლოსაც ის უკვე ხდება 22 კარტი, ანუ ეს კარტი გადახტება, როდესაც ადამიანი გაივლის აი მთელ გზას და მთელ წინააღმდეგობებს და მთელ აი რაღაც პრობლემებს გადაახავს და გაძლიერდება შიგნიდან, ეს კარტი ასევე არის მისი საბოლოო კარტი და ეს კარტი უკვე ნიშნავს გასხივოსნებას. ანუ თავიდან ადამიანმა არ იცის, რომ სამყარო არის ეგრე ვთქვათ ბოროტი ადგილი და შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები და ყველა ადამიანი ჩვენი მეგობარი არ არის და ასე შემდეგ და ბოლოში მან უკვე იცის, რომ სამყარო შეიძლება იყოს საკმაოდ ბოროტი ადგილი, მაგრამ მას უკვე აღარაფრის არ ეშინია, იმიტომ რომ აქვს თავისი თავის და ღმერთის იმედი. გესმით? აი ეს არის მთელი გზა რეალურად არის მოცემული ტაროს კარტებში. ეხლა რეალურად ტაროს კარტები არის დაყოფილი 3 ნაწილად. სულ არის 78 კარტი. აქედან 22 კარტი არის უფროსი არკანი, ხოლო 40 კარტი არის უმცროსი არკანი. ცოტა ხანი ეხლა უფროს არკანებს თავი ავარიდოთ და უმცროსი არკანებით დავიწყებ პირდაპირ. უმცროს არკანებში არის მოცემული 4
სტიქია. ეს 4 სტიქია არის მიწის სტიქია, წყლის სტიქია, ცეცხლის სტიქია და ქარის სტიქია. მიწის სტიქია ეწოდება იგივე პენტაკლები და ისინი ასახავენ ყველაფერს მატერიალურ ჩვენს გარშემო. ისინი ასახავენ მატერიალურ დოვლას, ისინი ასახავენ ნებისმიერ ქონებას, ფულს და ასე შემდეგ და ისინი ასახავენ ასევე ჩვენს სხეულს, იმიტომ რომ ჩვენი სხეულიც ასევე არის მატერიალური ელემენტის შემდგარი მიწისგან. რეალურად ისინი არიან ასევე ჯანმრთელობის ამსახველი კარტები, გესმით? ანუ ეს არის მატერიალიზაციის, მატერიის კარტები. მეორე კარტი არის გრძნობების კარტები. ეს არის წყლის სტიქია, იგივე თასები. ეს თასები ასახავენ ჩვენი გრძნობების სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ გვჭირდება არანაირი მატერიალური დოვლათი, თუ ამან არ მოგვიტანა გარკვეული სიამოვნება, ხო? თუ ჩვენ არსებობენ ადამიანები, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვთ იმისი, რომ ყავდეს პარტნიორი, ყველა ადამიანს უნდა ეს ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად და ასე შემდეგ და ზოგიერთი ადამიანისთვის ნებისმიერი წარმატება, თუ მას გვერდით არ უმაგრებს დაუშვათ ეს ოჯახური სიყვარული და ასე შემდეგ, ფაქტიურად ფუჭი არის. ანუ მეორე სტიქია არის გრძნობების სტიქია. გესმით? ეს გრძნობების სტიქია. მესამე სტიქია არის მოქმედებების სტიქია. ეს არის ცეცხლის სტიქია, იგივე კვერთხის სტიქია. ანუ კვერთხი იწვის ცეცხლად და იწვევს ადამიანის მოქმედებას. ეს არის ადამიანების მოქმედება ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი იდეისთვის, ნებისმიერი საქმისთვის. ესენი არიან ზოგადად ადამიანები, რომლებიც ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას, მათ მუდმივად უნდა ან რაღაცა ახალი კომპანია გაახსნან, ან წავიდნენ სადღაც დავუშვათ აფრიკაში ბავშვების გადასარჩევად. იმოქმედონ, ან შექმნან ის, შექმნან ეს. მათ ყოველთვის აქვთ რაღაც გარკვეული იდეები. ან მოქმედება გულისხმობს აი ამ ყველაფერს, გესმით? აი საქმეების კეთებას რა ეგრე ვთქვათ. ოღონდ ისეთი საქმეების კი არა მარტივის, რომ რაღაცა გამოხვედო, ან რაღაცა იყიდო და გაყიდო, უფრო რაღაც გრანდიოზული, რაღაცა შექმნა, რაღაცა კომპანია დაარსო, სადღაც რაღაცა ჯგუფი დაარსო, სასწავლო ცენტრი დაარსო და ასე შემდეგ. გესმით? აი ეს არის მესამე მოქმედებების სტიქია. და მეოთხე არის უკვე ფიქრების სტიქია. ეს ფიქრები არიან რეალურად პრინციპში ყველაფერი იწყება ფიქრით, ხო? ყველაფერი თავიდან ჩნდება იდეა რაღაც სურვილის შესახებ და შემდგომ ხდება ამისი მატერიალიზაცია, ხო? მოქმედებებით შესაბამისი გრძნობები მოყვება ამას და შეიძლება მოყვება შესაბამისი რაღაც კონკრეტული მატერიალური პროდუქტი. ხო და ეს იდეათა სამყაროც ასევე არის მოსაწესრიგებელი რა და მიღწევა არის სწორედ აი ისეთი იდეების მიღება, რომლებიც ჩვენ მიგვყვას წარმატებამდე. გესმით? ეს მეოთხე სტიქია ამას ემსახურება. ეხლა ნახეთ, მე მინდა გაჩვენოთ ესეთი სქემა. ეს არის სფეროების ხე. მოდი ვთქვათ ესე. ეს არის სქემა, კაბალისტური სქემა. ჩვენი სურვილების მატერიალიზაციის შესახებ. ანუ აქ ძირითადად მოცემული არის ორი უკიდურესი წერტილი, ერთი არის ზემოთ, მას ქვია კეტერი, ხოლო ქვემოთ არის მალკუტი. კეტერი არის ღვთიური სამყარო, ღმერთის სამყარო, ხოლო მალკუტი არის მატერიალისტური სამყარო. ანუ მალკუტში ცხოვრობთ ჩვენ, გვიჩნდება რაღაც იდეა, ეს იდეა ამ ხაზის მიხედვით ადის ზემოთ ღვთიურ სამყაროში, ღმერთი გვეუბნება კის, აუცილებლად. თუ ეს ჩვენ ცხოვრებას ეხება, ყველა ვარიანტში ღმერთი გვეუბნება კის. რაც არ უნდა შეუკვეთოთ, გინდა კარგით შეუკვეთეთ, გინდა ცუდით. ანუ გეუბნებათ კის, მაგრამ ეხლა გვაქვს საუბარი კარგზე, იმიტომ რომ მთელი ტაროს კარტი შექმნილია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ ხდება ჩვენი სურვილების, დადებითი სურვილების მატერიალიზაცია. ხო, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩვენ არ გვაქვს უარყოფითი სურვილების მატერიალიზაციის ინტერესი, ხო? ანუ ღმერთი ზედა სფეროში გვეუბნება კი და აი ეს დანარჩენი სფეროები, ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე არის რეალურად აი ამ სურვილის მატერიალიზაციის რაღაც გარკვეული ეტაპები.
ანუ წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა თქვენ დავშოთ გინდათ რომ გამდიდრდეთ ხო არ ხდება ესე რომ დღეს ხართ დავშოთ არაფერი არ გაქვთ და ხვალ გაიღვიძებთ მდიდარი არ ვიცი შეიძლება ესეც ხდება შეიძლება მოიგოთ ლოტერეა ან ვიღაცა თქვენი ნაცავი გარდაიცვალოს სადღაც რომლის შესახებაც არაფერი არ იცოდეთ და დაგიტოვა ძალიან დიდი ქონება ხო ანუ ესეთი რაღაცაც კი შესაძლებელია მაგრამ რეალურად ძალიან ხშირად ხდება ისე რომ ეს ყველაფერი ხდება თანმიმდევრულად რატომ ხდება ახლა თანმიმდევრულად რა მინდა იცით გითხრათ აი ხა წარმოიდგინეთ ორი სქემა რაღაცა ადრე დაშემ უნივერსიტეტში ქონდა ნასწავლი მე მგონი ესეთი სქემა თუ სადღაც აი არ ვიცი საიდან აი დავუშვათ ადამიანს აქვს რაღაცის მიღწევა დაგეგმილი და იმედი აქვს რომ მისაღწევი გზა აი ამ XY-ის სქემაზე ეგრეთ კოორდინატთა სისტემაზე იქნება სწორხაზოვანი. მე მინდა ეს და მე სწორხაზოვანად მივაღწევ ამას. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არის ისე, რომ ეს გზა არ არის სწორხაზოვანი, არამედ ხან მარჯვნივ მიდის, ხან მარცხნივ, ხან ისე გაუხვევს, ხან უკან წავა, ხან წინ წავა და ასე შემდეგ. რატო წავა ეგრე? იმიტომ რომ ადამიანს არ აქვს სწორხაზოვანი რწმენა. გესმით? მისი რწმენაც მერყეობს. გესმით? ანუ ფიქრობს, ვაუ, გამომივა კი, ანუ შევძლებ კი, დაუშვათ. მე ოდნავ წინ წაიწევა, ღმერთი ეხმარება, ოდნავ წინ წაწევს, ცოტა რაღაცნაირად თავდაჯერებულობა ემატება, კიდე მეტი ძალა ეწევა, კიდე თვითონ წაიწევა წინ. მე კიდე უკან დაიხევს, იმიტომ რომ რაღაც ისევ რწმენა შეუმცირდება, ეგრეთ ვთქვათ, შიშები შეიპყრობს და ასე შემდეგ. და ეს ყველა სფეროები, ესე ვთქვათ, შუალედური სფეროები რეალურად არის აი ეს თქვენი გონების ეგრეთ ვთქვათ, ქანაობის შედეგი. ანუ თქვენ არ გაქვთ სწორხაზოვანი რწმენა, იმიტომ რომ სწორხაზოვანი რწმენასაც გამომუშავება სჭირდება, გესმით? ანუ აბსოლუტურად იდეალურ რწმენას, მე უკვე ვთქვი, აბსოლუტურად იდეალურ რწმენა უკვე რწმენა აღარ არის, ეს არის ცოდნა. ანუ მასაც კი სჭირდება გამომუშავება. შეუძლებელი ადამიანი ესეთი რწმენით იყოს სულ ყოველთვის, იმიტომ რომ 1000 გვარი ფაქტორები არის, რომლებიც ჩვენ რეალურად ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. და ამიტომ თქვენ მერყეობთ, აუ გამომივა, არ გამომივა, გამომივა, არ გამომივა და რეალურად აი აქ არის ორი სვეტი, მარჯვენა სვეტი და მარცხენა სვეტი. მარჯვენა სვეტი არის მომცემი, როდესაც თქვენ გჯერათ რომ რაღაცა გამოგივათ, კი ბატონო, გამოგდით და მარცხენა სვეტი არის წამრთმევი, ეგრე ვთქვათ რა, თქვენი რწმენა სუსტდება და შესაბამისად რაღაცა არ ჩერდება, ან საერთოდ უკან იხევს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ეს მერყეობა, ეს ფსიქიური მერყეობა რეალურად არ იყოს. ხო და თქვენ სწორხაზოვნად, აი ამ შუა ხაზით, აი ამ ბალანსირების ხაზით მოახდინოთ თქვენი სურვილის ძალიან მარტივი სწორხაზოვანი მატერიალიზაცია. მაგრამ ამ ყველაფერს მიღწევა ჭირდება, გესმით? და სწორედ აი კარგად რომ შეისწავლოთ თქვენ ეს სიტუაციები, რომლებშიც შეიძლება ჩავარდეთ, აი თქვენი გონების მერყეობის გამო. გესმით? აი სწორედ აი თითოეული სფერო, აი ეს მარჯვენა და მარცხენა სფეროები გვაძლევენ აი ამ გარკვეულ სიტუაციას, რომ აი შეიძლება მოხდეს ესეთი სიტუაცია ნომერი 2. თქვენი ფიქრების მიხედვით სიტუაცია ნომერი 3. მერე შეიძლება წაიწიოთ წინ სიტუაცია ნომერ 4-მდე. მერე წაიწიოთ უკან სიტუაცია ნომერ 5-მდე. მერე ისევ წინ სიტუაცია ნომერ 6-მდე, ისევ წინ სიტუაცია ნომერ 7-მდე, ცოტა უკან სიტუაცია ნომერ 8-მდე, ეგრე ვთქვათ, დასტაბილურდეთ. მერე წინ წაიწიოთ და ბოლოს მოხდება თქვენი საბოლოო მატერიალიზაცია, ანუ გამდიდრდებით სწორედ ისე და მიიღებთ იმდენ რაოდენობის ფულს, რამდენსაც გინდათ მიიღოთ. ანუ რეალურად ეს სფეროები ჩვენ გვეუბნება ჩვენ რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება ჩაგვაგდოს სხვადასხვა სიტუაციაში, აი ამ ანუ შუალედურ სიტუაციაში. პირველი არის ღმერთის თანხმობა, ეგრე ვთქვათ, ზემოთ მეათე არის ჩვენი საბოლოო მატერიალიზაცია და შუაში ეს 8 არის ეს მერყეობის სიტუაციები. გესმით? და ეს გვეხმარება ჩვენ რომ რეალურად შევისწავლოთ ჩვენი საკუთარი გონება და რა ტენდენცია აქვს ადამიანის გონებას თუ სად იმოძრაოს, გესმით? და უკეთესად ვმართოთ ჩვენი გონება. აი ამ ყველაფერს აღნიშნავს კაბალა და ეს 10 არკანი, აი ეს პატარა თითოეული სფეროს 10 არკანი ჩვენ გვეუბნება, სად შეიძლება
შევფერხდეთ, რაც შეიძლება წინ წავიწიოთ 4 სხვადასხვა სფეროში. ანუ ჩვენი მატერიალურ სფეროში, ჩვენი გრძნობების სფეროში, ჩვენი მოქმედებების სფეროში და ჩვენი გრძნობების სფეროში. გესმით? ანუ აი ამ 4 სფეროში გვასწავლის როგორ ვალეგურიროთ ენერგია და გვასწავლის იმ 10 სიტუაციას რეალურად, რომელშიც ჩვენ შეიძლება ჩავარდეთ სურვილის შეკვეთიდან სურვილის საბოლოო მატერიალიზაციამდე. მაგრამ რა ხდება ხა თვითონ რას ნიშნავს სიტყვა არკანი? არკანი არის ის თოკი, რომლითაც ადრე იჭერდნენ და აბამდნენ ცხენებს. ანუ რეალურად აი ამ სიტუაციურ ანუ თქვენ მოვლენათა სიტუაციურ განვითარებას შორის არსებობს ესეთი ხაზები. გესმით? მარჯვენა, მარცხენა და ასე შემდეგ. ეს ხაზი არის 22. ანუ 0, 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ 22. აი სწორედ აი ამ 22 ხაზს შეესაბამება უფროსი არკანი. გესმით? უფროსი არკანები. ჩვენ გვაქვს 22 უფროსი არკანი და 22 სხვადასხვა გზა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს აი ჩვენი სურვილების მატერიალიზაციამდე. და ეს 22 არკანი, ეს უფროსი არკანები არის ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომელიც აი ჩვენ ჩაგვაგდებს რაღაც სიტუაციაში. ანუ თუ ეს სამყარო იქმნება ადამიანის ფიქრებით და შესაბამისად ემოციებით, ისევე როგორც ღმერთმა სამყარო შექმნა ფიქრებით და ემოციებით, გესმით, ჩვენ ზუსტად ესევე ქმნით, აი ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ 22 ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს აი ამ მიზნის მიღწევამდე. ეს 22 ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ყოველთვის არ არის დადებითი. თქვენ შეიძლება ერთ დღეს იყოთ ოპტიმისტური და გქონდეთ საუკეთესო განწყობა, მეორე დღეს იყოთ პესიმისტური და ასე შემდეგ. და შეიძლება საკმაოდ ცუდი რაღაცების მატერიალიზაციაც კი მოახდინოთ თქვენი ცხოვრების გზაზე. ალბათ ცხოვრებაც მართლაც არ არის იავარდებით მოფენილი, ხო? და ჩვენ ყველას გვჭირდება გარკვეულწილად ჩვენი ენერგეტიკის მართვა. რაღაც გარკვეულ ცუდ სიტუაციაში. ნუ ელემენტარულად რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა არის, ხო? ცოტათი უფრო სერიოზული და უკვე უნდა მიიღო რაღაც გარკვეული ფსიქიურად დააწყდა რომ შენი თავი, ხო? რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასე შემდეგ. აი თვითონ აი საკუთარი თავის დაწყნარებაც კი რომ ეს სიტუაცია მალე მოგვარდეს, სწორედ რომ არის აი თქვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. და ნუ აი ტაროს კარტის მიხედვით ესეთი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის 22. ფაქტურად ჩვენ გვაქვს ეს ტაროს კარტი არის გარკვეულად რაღაცა ფსიქოლოგიის წიგნი, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ თქვენ შეიძლება ჩავარდეთ ესეთ სიტუაციაში, უნდა იფიქროთ ესე. გესმით? შეიძლება ჩავარდეთ ესეთ სიტუაციაში, უნდა იფიქროთ ესე. შეიძლება ჩავარდეთ ესეთ სიტუაციაში, უნდა იფიქროთ ესე. კარგით, ორიოდეს სიტყვით ვიტყვი სამეფო კარის კარტებზე. სამეფო კარის კარტები ასევე არის 4 სტიქის, ასევე აქ არის მიწის სტიქის, გრძნობების სტიქის, მოქმედებების სტიქის და ფიქრების სტიქის წარმომადგენლები, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ფიზიკური ადამიანები. სწორედაც რომ აი სამეფო კარის კარტები ჩვენ რეალურად გვაჩვენებენ ფიზიკურ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში. გესმით? აი ტაროს კარტს რო ვშლით, ესენი არიან უკვე ფიზიკური ადამიანები. და მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად იზიარებენ მეტნაკლებად ამ 4 სხვადასხვა სტიქიას. ანუ არიან ძალიან დიდი მატერიალისტები, ანუ მიწის სტიქიის ადამიანები, ანუ ისინი ყველაფერს ითვლიან, აი საქმეს არ გაუკეთებენ სხვას, თუ არ დაითვლიან, რას მიიღებენ სანაცვლოდ. მე მყავდა ერთი მეგობარი უნივერსიტეტში, რაღაცას რო თხოვდი, რომ ის გადამაწერინე დაუშვათ ის მომეცი კონსპექტი ან ასე შემდეგ, პასუხად იყო მე რა სანაცვლოდ. აი წარმოგიდგენიათ ესეთი რაღაცაც იყო ჩემ ცხოვრებაში და დამრწმუნებ ნებისმიერ შეხვედრია ესეთი ადამიანები. არსებობენ გრძნობებს გადაყოლილი ადამიანები, ესენი არიან უმეტესად შემოქმედებითი ადამიანები. უნდა იგრძნონ, სულ რაღაც სიტუაცია ჭირდებათ, სულ რაღაც სიყვარული ჭირდებათ, სულ რაღაც ემოციებში არიან, განცდებში და ასე შემდეგ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ მოქმედებები სჭირდებათ,
სხვადასხვა ხალხის მართვა, ესენი არიან ძირითადად მოქმედებების ადამიანები, არიან მართველი ადამიანები რეალურად, მათ შეუძლიათ ხალხის მართვა. და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ აი წიგნებში ქექვა და რაღაც იდეების განვითარება და შემდგომ ამ იდეების მოყოლა და ასე შემდეგ. ისინი ხშირად იკავებენ აი მეცნიერების პოზიციებს, აი ქურუმები შეიძლება იყვნენ, აი ძველ დროში იყვნენ ქურუმები, რაღაც იდეებს ავითარებდნენ ფილოსოფოსების სამყაროს შექმნის შესახებ და ასე შემდეგ რა. და ისინი იყვნენ ნუ აი დამსახურებული, ეგრევე ვთქვათ, პატივცემული, თუნდაც ფილოსოფოსები ან გურუები. გესმით და დღევანდელობაშიც არიან რა თქმა უნდა ესეთი ადამიანები. და რეალურად ჩვენ შეგვიძლია გავიცნოთ ეს 4 ადამიანები და მათი განვითარების ეტაპები, ანუ თითოეული ეს ადამიანი ცხოვრების მანძილზე ვითარდება, ანუ ჯერ არის პაჟი, მერე არის რაინდი და მერე ხდება მეფე, ანუ მეფე არის ადამიანი, რომელსაც უკვე ყველაფერი დამოხამებული აქვს ცხოვრებაში თავის სტიქიაში დაიმახსოვრეთ. და ნუ რა თქმა უნდა, ქალბატონებმა შეიძლება გაიარონ ესეთი გზა, ანუ ქალებსაც ეხებათ რეალურად ეს ორი გზა, ანუ შეიძლება იყვნენ პაჟები, ანუ რაინდი ქალები, ეგრე ვთქვათ. ადრე რატოღაც მიღებული იყო, რომ ქალი აუცილებლად შექმნილი არის მხოლოდ ოჯახისთვის, ბავშვისთვის და ქალის პირველი მოვალეობა არის მაგალითად ოჯახური კერის შენახვა და ასე შემდეგ. ესე არ არის. იმიტომ რომ არსებობენ ქალები, რომელსაც აი ოღონდ საქმე აკეთებინე და სახში შეიძლება მთელი ბარდაგი ქონდეთ. მოკლედ ეს პრინციპში ეს არის და ეს ხვალიდან უკვე მე დავიწყებ უკვე აი ცალკეულად თითოეული არკანის განხილვას, იქნება შემთხვევა, როდესაც განვიხილავ 2 არკანს ერთად, უბრალოდ არის წყვილი არკანები და მათი განცალკევება შეუძლებელია და აი დამერწმუნდეს, რომ წინ გველოდება რაღაცა ის საოცარი სოფხედველობა, საოცარი წიგნია იმ სამყაროს შექმნის შესახებ და საოცარი აი საიდუმლოებების აღმოჩენა, საოცარი რჩევები ჩვენ ცხოვრების გზაზე, რომელსაც გვაძლევენ ტაროს კარტები. იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის უკან დგას უდიდესი ფილოსოფია. მე თვითონ როდესაც ვეცნობოდი ამ ყველაფერს, აი შოკში მოვდიოდი, რომ აი ფაქტურად თუ თქვენ იცნობთ ტაროს კარტის ფილოსოფიას ძალიან კარგად, შეგიძლიათ დაითხოვოთ თქვენი ფსიქოლოგი. ტაროს კარტები იქნება თქვენი ფსიქოლოგი. უკვე აი თუ თქვენ გეცოდინებათ ეს ფილოსოფია, თქვენ იქნებით თქვენი თავის ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი თავში ყველაფერი დედამიწის ზურგზე. აი მართლა გევნებით ამას. ხო, პრინციპში მე მორჩი ამ ეტაპზე. ხო, კიდევ ერთხელ მინდა და განვეცხადებინა, რომ ჩემი მიზანი არ არის შევეხო ან შევცვალო ვინმეს რწმენა, ეს არ არის ჩემი ინტერესი აბსოლუტურად. მე ვყვები უბრალოდ იმას, რაც ვიცი და რაც მე მიმაჩნია საინტერესოდ, რაც ეგრე ვთქვათ, მე უბრალოდ ვაწვდი ჩემს გონებას და თქვენს გონებას საკვებს. თვითონ ამ არხის მიზანი არის მხოლოდ გასართობი. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ ის, რაც თქვენ გინდათ, არ დაიჯეროთ ის, რაც თქვენ არ გინდათ. ეს უკვე მე აღარ მეხება. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის, თუ მოგეწოდათ გამოიწერეთ აუცილებლად არხი და არეგისტრირეთ ეს კალაკოჩიკი და შემდგომ შეხვედრამდე. კარგად ვცადდებოდეთ, თქვენთან იყო ნინო, პრაქტიკული ფილოსოფია.